მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ხინჩოსთან ყოველ პარასკევს 21 საათზე. გულწრფელი საუბრები ფილტრების გარეშე და ადამიანები, რომლებიც თქვენ ჩვენს მაყურებელს მოუყვება გულწრფელად თავის ცხოვრებას, თავის წარმატების გზას და თითოეული თქვენთაგანისთვის იქნება დიდი мотиваცია. დღეს ვიმყოფებით პოდკასტ არეაში, სივრცე, სადაც შენს პოდკასტ იდეას, შენს გადაცემის იდეას ნამდვილ რეალობად აქცევენ პროფესიონალთა გუნდი და მადლობა პოდკასტ არეას. გადაცემის გენერალური სპონსორია მსოფლიო განათლების აკადემია VEA, სადაც სასტუმრო მომსახურებას და სარესტორნო მიმართულებით შეგიძლიათ შეისწავლოთ პროფესიულად და რაც მთავარია სრულიად უფასოდ. VEA-ს დაემატა ძალიან საინტერესო პროგრამები, ესტუმრეთ მის ვებგვერდს. განსაკუთრებული მადლობა და მხარდაჭერა მის დამფუძნებლებს მარიას და ნათიას. ეს არის მეხუთე ეპიზოდი და დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ პოზიტივს ასხივებს, სოციალურ ქსელში გამოირჩევა თავისი ვიდეოები, კონტენტი და რაც მთავარია საოცარი კერძები, რიგები და ჯავშნები თვეებით ადრე ხდება მასთან და ადამიანი რომელთანაც საუბარი ცალკე დღესასწაულია. უმშვენიერესი და ულამაზესი შევ თამუნია მექერიშვილი. მოგესალმებით თამუნია. მოგესალმებით ჩემო საყვარელო ხინჩო, როგორ ხარ? კარგად და ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხარ სტუმრად და განსაკუთრებულად მიხარია და ულამაზესი ხარ, უნდა აღვნიშნო. ძალიან დიდი მადლობა ესეთი კომპლიმენტისთვის და შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები ჩემო ძვირფასო. ძალიან დიდი მადლობა. როგორ მოგწონს ჩვენი გადაცემა, ფორმატი, სტუდია? ძალიან სასიამოვნო აურა, ძალიან კარგი გარემო და არაჩვეულებრივი წამყვანი. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ დღეს მე და შენ უნდა ვისაუბროთ გულწრფელად. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია გულწრფელად და დღეს ჩემს აუდიტორიას ვისაუბრებით შენ შესახებ და უფრო მეც გავიგებთ შენზე ფილტრების გარეშე და სულ სხვა თამუნიას ვაჩვენებთ ჩვენს მაყურებელს. გონი დროა დავიწყოთ? მას გავაცნოთ ჩვენს აუდიტორიას შევ თამუნია მექერიშვილი. ვინ არის? როგორ მოვიდა აქამდე და შენ შესახებ უფრო მეტი მოგვიყევი. თამუნია მექერიშვილი არის ერთი უბრალო ადამიანი, ძალიან უბრალო ადამიანი, რომელიც დაიბადა მცხეთის რაიონში, სოფელ საგურამოში და ძალიან ბევრი იწვალა, ისწავლა, რომ დღეს ყოფილიყო შევ თამუნია მექერიშვილი. დიდი არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ადამიანი, ყველა თავისი უნარჩვევებით და პოზიტივით, რაც მთავარია დღევანდელ გარემოში. ეს არის სულ თამუნია მექერიშვილი. ძალიან კარგი თამუნია და დღეს ხარ წარმატებული შევი. სადაც ყველას უხარია მისვლა, შექმენი შენი სამყარო, ვერც რესტორანს ვერ დავარქმევ და არც არის. ანუ არც რაღაცა ბიზნესის კუთხით ვერ დავარქმევ. ვინც კი ყოფილვარ შენთან, ყოველთვის გრძნობ რომ სტუმრად მიდიხარ თამუნიასთან სახლში და გახვედრებს კერძებს, რომელსაც ვერსად ვერ გასინჯავ. იმდენად საოცარია. როგორ გაჩნდა იდეა ამ ყველაფრის და როგორ დაიწყო? მოკლედ შევ თამუნიასთან სტუმრად საგურამოში, ესე ქვია ჩემს პატარა უსაყვარლეს საქმეს, ასე დავარქმევ, ბიზნესი არ არის, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, რომელსაც ვემსახურები დიდი სიყვარულით. ვდებ ძალიან დიდ სიყვარულს და ამ სიყვარულით გაკეთებული ნებისმიერი საქმე არის ძალიან წარმატებული და ძალიან მისაღები ყველა ადამიანისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც არ არის სიყვარული, ანუ სიყვარულის დეფიციტია, ნაკლებობა. და როდესაც მე დავიბადე სიყვარულის ადამიანი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს სიყვარული და ჩემ კერძებშიც, ჩემ გარემოშიც, ჩემ იმ ადგილას, სადაც მე ვარ, ვდებ სიყვარულს და აი ეს სიყვარული ქმნის განსაკუთრებულ კერძებსაც, გარემოსაც და საერთოდ ყველაფერს. როგორ დაიწყო ჩემი ამბავი? ყოველთვის ვიყავი ძალიან გამორჩეული ბავშვი. მიყვარდა ძალიან განათლება. სწავლობდი ძალიან კარგად. როდესაც სწავლა დავასრულე,
მე ეგრევე მქონდა ჩემი საქმე, საბავშვო გასართობი ბიზნესი, ბავშვთა გასართობი ცენტრი მინიონები, რომელმაც გაუძლო 7 წელიწადს. 2014 წლის 14 მარტს გაიხსნა ეს ბიზნესი. და იყო ყველაზე წარმატებული, იმიტომ რომ საქმე რომელიც დავიწყე, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. სახელიც კი დავარქვი, მე თავად კინოთეატრ რუსთაველში ვნახე მინიონების პატარა ესეთი ანონსი მულტფილმის და ძალიან შემიყვარდა და დავარქვი სახელი მინიონები. მე ძალიან დიდი სიყვარული ჩავდე, რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებდი ოჯახთან ერთად და შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი, რომელმაც გაუძლო წლებს და იყო ძალიან წარმატებული. მე მოხდა ძალიან ცუდი რაღაცები ჩემ ცხოვრებაში და მე წავედი, კი, ძალიან მიჭერს, იმიტომ რომ ეს მაყენებს მაბრუნებს წარსულში. მე ვარ ადამიანი, რომელიც წარსულში არ ბრუნდება და ყოველთვის მიდის წინ. ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა, როგორც კი დავასრულე ბავშვთა გასართობ ცენტრ მინიონებში ჩემი საქმიანობა, მე ვიყავი ბიზნესის თავი, ხერხემალი და როგორც კი ამ ბიზნესიდან მე წამოვედი, მაშინვე დაინგრა და გაქრა. მე არ ვიცოდი რა უნდა მექნა ცხოვრებაში, რა უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ 36 წლის ვიყავი მაშინ და 36 წლის ასაკში ხელახლა დაიწყო შენი ცხოვრება, არის ძალიან რთული. როცა უკვე შემდგარი ადამიანი ხარ, წარმატებული ხარ და გიწევს ხელახლა ცხოვრების თავიდან დაწყება. აღმოჩნდა ისე რომ ბავშვობიდან მე ვარ უფროსი შვილი, მრავალშვილიანი ოჯახის და ყოველთვის მე მიწევდა საოჯახო საქმეები, კერძები, აი ყველანაირი საოჯახო საქმე მე მებარა. და აი მართლა როგორც ზღაპარში, აი კონკია რო არის, ხო, არის ზღაპარი და აი ზუსტად პატარა კონკია ვიყავი და ესე ვუძღვებოდი და ვუვლიდი დიდ ოჯახს. და მქონდა კარგი ხელი, ანუ როგორც ამბობენ, იმიტომ რომ ამბობდნენ, იმიტომ რომ მთელ ოჯახს ახლა ანუ როცა რაღაცა კერძი არ მოგწონს, რომ გააკეთებ, იმას არ შეჭამ. და მთელი ოჯახი ელოდებოდა ჩემ გაკეთებულ კერძებს, მიირთმევდნენ, ვშლიდი ძალიან დიდ სუფრებს, ძალიან დიდ დაბადების დღებს ვუხდიდით ხოლმე ოჯახში, ოჯახის წევრებს და აი ვიცოდი რომ მქონდა კარგი ხელი. თან ბოლოს გავაკეთე ჩემი დიშვილის ნათლობა და ერთ-ერთი ძალიან ისეთი კოლექტივი ყავდა ჩემს სიძეს და ყველამ აღნიშნა რომ ვერასდროს ვერ დაივიწყეს ჩემი გაკეთებული ჩაკაფული. მე ანუ ამ პერიოდში უკვე რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, საწავსულიყავი, რა მექნა, რანაირად უნდა მეცხოვრა და რატომღაც ძალიან მინდოდა რომ კულინარიაში მეცადა ბედი, მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი რომ როდესაც რაღაც საქმეს იწყებ, თუ არ მიიღებ პროფესიულ განათლებას, იმ შემთხვევაში შენ პროფესიონალი არ ხარ. ანუ ზოგადად სულ ვამბობ ასეთ რაღაცას, რომ ყველა ქალი არის გადასარევი კულინარი. ყველა ქალს შეუძლია იდეალურად აკეთოს კერძი, მაგრამ როდესაც ეს კერძები უკვე გადადის პროფესიაში, შენ უნდა მიიღო პროფესიული განათლება. პროფესიული განათლება შეუძლია რომ უფრო წინ წაგწიოს და ბევრი რაღაც გაგაკეთებინოს ბევრად მეტი. ამიტომ კულინარის აკადემიაში ჩავაბარე, არ იყო სხვათა შორის ადგილები და გამიმართლა, დამირეკეს და ესე მოვხდი კულინარის აკადემიაში. ვისწავლე დაახლოებით 2 წელიწადამდე, მე გამანაწილეს მერიოტში ვიყავი და მე ვიყავი მე ამას მთავარი შეფსარეული. მე 2 წელიწადნახევარი აქაც, მე მოხდა ისე რომ მოხდა კორონა, ყველაფერი ჩაიკეტა, ყველაფერი გაუქმდა და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. აი სულ არ ვიცოდი და უცებ გზა ჩდებოდა რა უნდა გამეკეთებინა. მე რეცეპტორი არის ერთ-ერთი კულინარიული ჯგუფი და აქ ვაქვეყნებდი ხოლმე ჩემ რეცეპტს, რაღაც ჩემს მომზადებულ კერძებს დასერვირებულს და მიმიწვია ერთ-ერთმა ადამიანმა თავის კაფეში. მაშინ პირველად გაიხსნა ეს კაფე ჩემი საავტორო კერძებით და საკმაოდ დიდხანს ვიყავი. მე ჩავკეტეს ისევ კორონას დროს და მე მოხდა ჩემი პირადი პრობლემები, რამაც იქიდანაც წამოვედი, ანუ როდესაც პრობლემები გაქვს სამზარეულოში ვერ მუშაობ. იმიტომ რომ კერძის შექმნა სჭირდება განწყობა.
სიყვარული, ანუ როდესაც რაღაცაზე ხარ განერვიულებული, ან როდესაც რაღაცაზე ღელავ, ვერასდროს ვერ ამზადებ იმას სრულყოფილად, რასაც აკეთებ. და არ მიმუშავია 2 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მექნა, როგორ, რანაირად და ერთ დღესაც ესე მოულოდნელად ცოტა დიდი ისტორია ამ ჩემი სახლში გადასვლის და მთელი ამბები, მაგრამ ერთ დღესაც გამიჩნდა ესეთი იდეა, რომ ჩემ სახლში უნდა გამეკეთებინა მიმეღო სტუმრები. და ესე აღსრულდა ეს იდეა. მე კიდე მოუყვები ახლა როგორ რანაირად და მოკლედ აი ეს იყო საწყისი, რომ უნდა მიმეღო სტუმრები სახლში ჩემთან. და მე მასპინძლა ისე როგორც გაუმასპინძლდებოდი ჩემ საკუთარ თავს. და პირველი სტუმრის შემოხმიანება შენთან, პირველი სტუმრების მიღება, რა ემოციები იყო და აი ეს ყველაფერი მოგვიყევი, აი პირველი სტუმრობა ამონიასთან. როგორ იყო იცი გიო, სანამ კორონა მოხდებოდა და მე ისევ მინიონების ცენტრი მქონდა, მანამდე გაჩნდა იდეა. ანუ რატომღაც ვიცოდი რომ საგურამოში მქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც მერგებოდა როგორც უფროს შვილს და ანუ მქონდა ეს იდეა, რომ ამეშენებინა ისეთი კოტეჯი, სადაც მოვიდოდნენ სტუმრები, ჩემი ხელით დაკრეფილ ბოსტნეულს, მწვანილს, ყველაფერს მოვკრებდი და მათ თვალწინ დავამზადებდი, მათ თვალწინ ვიფუსფუსებდი სამზარეულოში და ისინი შეჭამდნენ ძალიან ცოცხალ კერძებს. ახალ დამზადებულს. ეს იდეა მქონდა. მე აი ეს კორონა რომ მოხდა, მე ეს პრობლემები რომ მოხდა, ისე აღმოჩნდა რომ ეს მიწის ნაკვეთი მინდოდა რომ გამეყიდა. და ყიდიდი ამ მიწის ნაკვეთს ძალიან დაბალ ფასად, $20. და ეს მიწის ნაკვეთი თელმა საქართველოს მიცოდა და არ გაიყიდა. იმიტომ რომ ეს რაც ახლა მე მაქვს, ეს ყველაფერი ამ ადგილას უნდა მომხდარიყო. და როდესაც ეს კოტეჯი აშენდა, როდესაც გადავედი, როდესაც დავიწყე ფეხზე წამოდგომა ნაბიჯ, ნელ-ნელა, ჯერ კიდე ეს იდეის დონეზე იყო, აი არც კი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი რაც დღეს მაქვს, მე მექნებოდა. მაგრამ 5 წლის წინ ეს იდეა თავში მქონდა, ანუ იყო, ამაზე ვფიქრობდი. და ზოგადად ყოველთვის ვამბობ სულ ამას, რომ ფიქრი ხორცს ისხავს და რეალიზდება. აი ეს შემთხვევები ხშირად არის ჩემ ცხოვრებაში, რომ რასაც ვფიქრობ და რაც ძალიან მინდა, ის აუცილებლად მეძლევა და რეალიზაცია ხდება ამ ჩემი ფიქრების. და აი პირველი სტუმრები ჯერ კიდევ გახსნილი არ მქონდა ეს ყველაფერი, რომ სახლში ვარ მოულოდნელად, მესმის ხმა მიძინა და მესმის ხმა, რომ მეძახიან გარეთ ეზოდან სახელს და გავდივარ და ხდება 3 ებრაელი სტუმარი. აი ძალიან ისეთი განცდა მქონდა, დღესაც ვერ ვივიწყებ ამ განცდას. 3 ებრაელი მხვდება, 2 მამაკაცი და 1 ქალი და მე ამ დროს უკვე ეს მუკბანგები TikTok-ში დაწყებული მქონდა, ესე გემრიელად ჭამასმა და მოდიან და მეუბნებიან, რომ ჩვენ გიყურებდით შენ TikTok-ზე და მოვედით და აი რაღაცით ხო არ გვიმასპინძლებ და მე რაც მქონდა მაშინ უცებ გავუკეთე რაღაცები, ვუმასპინძლე და მაშინ ამ ადამიანებმა ძალიან აი ესე შემოვიდნენ სახლში და დალოცეს ეს სახლი. რაცა ლოცვები წაიკითხეს, ძალიან ისეთი რიტუალი იყო, რაღაც აი საოცარი თითქოს ჯადოსნური რიტუალი ჩაატარეს და მითხრეს, რომ ეს სახლი იქნებოდა ძალიან სტუმართმოყვარე, ძალიან დალოცვილი და ასეც გაგრძელდა. ხოლო აი პირველი ჯავშანი იმდენი პრობლემების ფონზე, აი ძალიან ბევრი პრობლემების ფონზე გამოვდიოდი ხოლმე აივანზე, ვიდექი აივანზე და უფალს ვევედრებოდი, რომ მეთქი უფალო, აი ოღონდ არ მამათხოვრო და მშენებლობაზეც ვიმუშავებ. ოღონდ აი რაღაც ლუკმაპური მომეცი, რაღაცნაირად მიშველე, რაღაცნაირად დამეხმარე, რაღაც ანუ აი იმიტომ რომ ჩემთვის ყველა კარი ჩაიკეტა. ძალიან დიდი პრობლემების მერე, არსად სამსახურში არ მიღებდნენ
ყველგან უარმყოფდნენ, აი ყველგან და ერთ დღესაც არ ვიცი რატომ გავაკეთე ნიგუზიანი ბადრიჯანი. და ეს ნიგუზიანი ბადრიჯანი ესე დავალაგე ლამაზად, წარმოვიდგინე რომ მქონდა ჩემი საკუთარი რესტორანი და აი ესე მივირთვი პირდაპირ და ჩავწერე ვიდეო. ვიდეოს დადებიდან საღამოს შემომივიდა ჯავშანი, გოგო იყო ბელგიიდან ჩამოსული და უნდა ჩემთან სტუმრობა. და სულ ვამბობ, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ნიგუზიანი ბადრიჯანი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შეკვეთა. მე როგორც ხდება ხოლმე ახლა პროფესიულად, გავაკეთე კალკულაციები, კერძები ავირჩიე, ყველა ის კერძი პირობები არ მქონდა, იმიტომ რომ ძალიან პატარა სამზარეულო მაქვს 2 კვადრატია სულ, არც ბუნებრივი აირი, არაფერი და რაღაცნაირად მოვირგე კერძები, რომ ადვილად მოსამზადებული ყოფილიყო, დროში არ ყოფილიყო გაწელილი და პირველი იყო ეს ბელგიელი გოგოს ჯავშანი, დღემდე მახსოვს. აი ეს იყო მოკლედ. და საოცარი ემოციები. კი, ძალიან, იმიტომ რომ პირველად მოვიდა ჩემს სახლში ჩემი შრომით და ჩემი ესე მიზანდასახულობით ადამიანი, რომელიც მენდო და გასინჯა ჩემი ნახელავი და ჩემ ნახელავში გადამიხადა თანხა. ახსენე ვიდეოები, სადაც კერძებს მიირთმე და განსაკუთრებით კოვიდის დროს აქტიურად ზიარდებოდა შენი ვიდეოები. დღესაც არის ის რომ ყველაზე მეტი ნახვა ალბათ მაშინ აქვს, როცა შენ კერძს მიირთმე. როგორ ფიქრობ, ანუ ერთხელ როცა გადაიღე და გამოხმაურება დიდი მოყვა, შენთვის ეს ერთგვარი მარკეტინგული საკითხია და ამიტომაც ყოველთვის ანთავსებს პრეზენტაცია შენი კერძის და თავად უწევ ამ პრეზენტაციას. როდესაც იწყებ რაღაც საქმეს, აუცილებლად გინდა პროფესიული განათლება, ხო ვამბობდი ამას. მინიონებშიც ესე მოხდა, გავიარე პიარი და მარკეტინგი და ვარ ერთ-ერთი საუკეთესო პიარ მარკეტინგი, ვიცი როგორ მივაწოდო ადამიანს პროდუქტი, რომ მან შეიძინოს. ოღონდ პიარი და მარკეტინგი საქართველოში ესმის ცოტა სხვანაირად. ანუ გააკეთებენ რაღაცის პიარს, მაგრამ რომ მუდიან, ის არ ხვდებათ. მე ვარ ერთ-ერთი ალბათ ისეთი ადამიანი, რომელიც რასაც იტყვის, ის უნდა დაგახვედროს. ანუ რო ვამბობ, რომ ეს ხაჭაპური არის ესეთი, უნდა დახვდეს ესეთი. ოღონდ აი ეს ხაჭაპური რო ესეთია, ვიღაცამ ხო უნდა გამცნოს შენ რომ ეს ხაჭაპური არის ესეთი. აი ეს არის სულ პიარი ამ ჩემი კერძების. და ისეთი დრო არის, რომ თუ შენი ბიზნესი, თუ შენი საქმე არ გაქვს ინტერნეტში, ამ შემთხვევაში არავინ არ იცის. და ძალიან რთულია, როდესაც საგურამოში ხარ, სადღაც ესე მიყრუებულ ადგილას, მიყრუებული არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში თბილისთან ძალიან მოშორებით არის, გააგებინო ადამიანებს, რომ შენ გაქვს კარგი კერძები და შენ აკეთებ კარგ რაღაცას. ამიტომ ამ ასეთ დროს, ვისაც ეს არ გამოსდის, ქირაობენ სხვადასხვა ადამიანებს, ვინც ეხმარება ადამიანს თავისი პროდუქტის რეალურ მყიდველამდე ან ადამიანამდე მიტანაში. ხო და ამ შემთხვევაში მე თავად ვარ ჩემი საქმის პიარი და მარკეტინგი, იმიტომ რომ ბავშვობიდან მიყვარს ძალიან ჭამა. ანუ ჩემთვის ჭამა არის ყველაზე დიდი ბედნიერება. და იმდენად მიყვარს ჭამა, რომ ეს რაც მიყვარს, ყველაფერი გამომდის კარგად. და ჭამაც გამომდის კარგად. და როდესაც პირველად გადავიღე ეს ჭამის ვიდეო, ანუ ზოგადად მე თავადაც ესეთი ვარ, როდესაც საღამოს ვწვევი, რამდენიმე სკროლავთ ყველა ეს თანამედროვეობა მოიტანა, რომ ადამიანი ძილის წინ სკროლავს ამ Facebook-ს, TikTok-ს, სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე და ხდება ჩინელების მუკბანგები. და შენ გაუაზრებლად ამ ყველაფერს უყურებ და შენ ეს ყველაფერი მოგწონს. აქედან გამომდინარე გამიჩნდა ესეც სრული, რომ მე მეჭამა და მე რო ვუყურე ჩემ ვიდეოს, კიდე მომშივდა. ანუ მივხვდი, რომ როგორც მე მემართება, ისე ემართება სხვა ადამიანებს. და ეს იყო ერთ-ერთი რა თქმა უნდა გაცვლაც და ისიც გაცვლა, რომ
ყველა წერს ხოლმე რომ აი საღამოს რო დავწვევით შენი ვიდეო ხდება და ვიწყებთ ეგრევე მაცივრის კართან მისვლას მე ზუსტად ეგრე მემართება ვუყურებ თუ არა ჩემი ჭამის ვიდეოს აი რანაირადაც აი ნაჭამი გამოკვებილი დანაყრებული არ უნდა ვიყო მაშინ ვდგები და მივდივარ მაცივრის კარებთან და აი ვჭამ და ხვდები სხვა ადამიანებს რა ემართებათ ამიტომ რაც უფრო მეტი ჭამის ვიდეო მით უფრო მეტი ესეთი სტუმარი ჩემს სახლში. პრეზენტაციას უკეთებ შენ. რა თქმა უნდა. თამუნია ყველაზე დიდი ჰეითი, როგორც ვიცი, შენ გამსმენია, ზუსტად აქედან გამომდინარე მიგიღია, რომ საზოგადოება უყურებს თან. ყველაზე დიდი ნახვა გაინტერესებთ. მაგრამ ამავდროულად რაღაც არიან ადამიანები, რომლებიც მადლობა ღმერთს, ბევრი არა, რამოდენიმე ადამიანი, რომელიც რაღაც ცუც წერს, ჰეითია და ჰეითერები. აი შენი რეაქცია ამ დროს, როგორ იღებ ამ ყველაფერს, პასუხს უბრუნებ, უბრალოდ შლი კომენტარს თუ უბრალოდ გეღიმებ ამ ყველაფერზე. ზოგადად აი ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრე, რომ სულ ჰეითერების მსხვერპლი ვარ. და გამუდმებით რეჟიმში მიწევს საკუთარი თავის დაცვა. იმიტომ რომ ისეთი მტკივნეული წარსული გავიარე და ამ წარსულში იყო უზარმაზარი ბულინგი, მეძახდნენ აი ყოველგვარ რეალობას მოკლებულ, რა ვიცი, ეპითეტებს მამკობდნენ, რომ ვიყავი გიჟი, რომ ვიყავი აი ყოველგვარი ამაზრზენი ეპითეტები და მივეჩვე ამ ჰეითს თავიდან ჰეითის თავდასაღწევად შევიმუშავეთ ჩემებური გეგმა ეს არის რომ აბსოლუტურად ყველა კომენტარს ბლოკავ არ მაქვს კომენტარები გახსნილი არსად თუ არ მოვინდომე რომ გავხსნა იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ნეგატივია ანუ ნეგატივს ვახშობ ამით და ასევე თავიდან ძალიან ბრაზდებოდი გადავდიოდი მე მეც ვიწყებდი ლანძღვას ამ ადამიანების ეხლა უკვე ვისწავლე წყალებში დაკიდება ანუ ვატარებ ადრე ძალიან ღიზიანდებოდი მე გადავდიოდი ვინ იყო მის ფოტოს გამოვჭიმავდი ხოლმე Facebook-ზე და ნუ აი მეც ვებმებოდი ამ აგრესიულ რაღაც ორომტრიალში მაგრამ ეს გამოსწორდა ეხლა ბოლოს იყო ძალიან ესეთი ჰეითი ქალმა გააკეთა 31 დეკემბერს ტოლმა მე ტოლმე დავარქვით ანუ გააკეთა 31-ში ტოლმა და ვიდეო წაიღო და დააწერა მექერიშვილს ხო ვაჯობეო ანუ ამას ვერ მოვინელებ ანუ განა ის რომ ხალი 31-ში ტოლმას აკეთებს და ფიქრობს ჩემზე კაი გავიგეთ ხუმრობაა ძალიან გაგვიხარდა რაღაც მაგრამ მისი ვიდეოს ქვეშ ჩემი გვარის ქვემოთ რომ იწერება ჩემი ბულინგი რომ მიდის ჩემი ბულინგი რომ ეს ამდენი ჰეითერი შეგროვდა და უშვებენ აგრესიას ეს იყო ჩემთვის ძალიან მიუღებელი და საკმაოდ ქარცეცხლში გაიარა ამ ადამიანმა და არასდროს არ დამიწყებ იმიტომ რომ სულ ვამბობ რომ გააკეთეთ რაც გინდათ ის შექმენით და დააწერეთ თქვენი გვარი ჩემი სახელი და გვარი არის ჩემი ბრენდი ჩემი რეპუტაცია, ჩემთვის ყველაფერი. თამუნია მექერიშვილი. ქონია ესეთი მომენტი, როცა ადამიანისგან მიგიღია ნეგატიური ენერგეტიკა და ჯავშანი არ მიგიღია. და ფიქრობ, რომ დადებითი ენერგეტიკა ყველა საქმეში და ყველაფერში მნიშვნელოვანია. კიო, მე დავიბადე ანუ ჩემი ცხოვრების წლებმა მაჩვენა რომ მე დავიბადე დადებითი ენერგიის ადამიანად. ანუ სამყაროს მართავს ორი ენერგია, ეს არის დადებითი და უარყოფითი. მადლობა უფალს და მე უფლის ყოველ წამს, ყოველ წუთს მადლიერი ვარ, რომ მე დამბადა დადებითი ენერგიის ადამიანად. მე ვერ ვითავსებ უარყოფით ენერგიის ადამიანებს. ისინი უფლის ნებით თუ სამყაროში რაღაცა ზებუნებრივი ძალით
განმეშორებიან. ან ვერ მოდიან ჩემამდე, ან მოდიან და მე ვეღარ მოდიან. დადებითი ენერგია გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს მე მაქვს ძალიან დიდი სიყვარულის გაცემის უნარი და მიღებისაც. როდესაც ადამიანს არ აქვს სიყვარულის გაცემის უნარი და იღებს შენგან მხოლოდ სიყვარულს და ის შენ ამას არ გიბრუნებს, ის ადამიანი ჩემთან ვერ მოდის მეორედ. კი ყოფილა ესეთი შემთხვევა, ბევრი არა, მაგრამ ყოფილა, რომ ანუ აი ნეგატიური აურა, ხო არსებობს აურა, მე მიგზნია ეს აურა, იმიტომ რომ ჩემი სახლი არის ძალიან დადებით ენერგიულ ზოლში. რამდენადაც ესეთი არ უნდა იყოს, არის რაღაცნაირი ჯადოსნური სახლი. პირველი ის, რომ ძალიან დიდი ტკივილის შემდეგ, ძალიან დიდი ტკივილის შემდეგ იმდენად სასოწარკვეთილი და იმდენად განადგურებული ვიყავი და იმდენად მართალი ადამიანი ვიყავი, რომ ვერ ვამტკიცებდი, რომ მე მართალი ადამიანი ვიყავი, რომ უფალს აი ხო ყველას გვწამს და ვჯერა რაღაც ძალის. ზოგი უფალს ეძახი, ზოგი სამყაროს შემოქმედს, ზოგი რაღაც ზებუნებრივ ძალას. აი ამ ძალას ვეხოცებოდი, რომ მოვეკალი და წავეყვანე ისეთ ადგილას, სადაც ის იქნებოდა. სადაც ის ცხოვრობდა. ეს იქნებოდა ამ ქვეყანაზე თუ იმ ქვეყანაზე, უბრალოდ თავისთან წავეყვანე და დავეცავი. ისე მოულოდნელად მოხდა ამ სახლის აშენება, აი ის უბრალოება, უფალი ხო უბრალოებაშია, სიკეთეშია, სიყვარულშია. ისე მოულოდნელად აშენდა ეს სახლი, ისე მოულოდნელად მოხდა ამ სტუმრების მიღება, ეს ყველაფერი, რომ ვთვლი, რომ მივედი რაღაც სხვა, არ ვთვლი, რომ ეს ჩემი სახლია. ვთვლი, რომ მივედი უფლის სახლში, მსახურად. და მე დამევალა, რომ აი ყველა ადამიანი მივიღო, მივცეს სიყვარული, სიკეთე, არ მოვატყუო და აი ამ ყველაფერს მე თუ არა ხედავს უფალი. და ამიტომ მე ყველა სტუმარს ვიღებ, მაგრამ აი თვითონ სახლი არ იღებს უარყოფით ენერგიის ადამიანებს. თუ ჩემთან ერთხელ ადამიანი მოვიდა და მეორედ ვეღარ მოვიდა, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივ წრეზე ტრიალებენ. მე ვიცი ჩემი კერძების ფასი. ანუ მე თავად სხვაგან ვერ ვჭამ, იმიტომ რომ იმდენად გემრიელ კერძებს ვაკეთებ ჩემთვის მისაღებს და არა მარტო ჩემთვის, რომ აი მე უბრალოდ სხვაგან ვერ ვჭამ, არა იმიტომ რომ სხვაგან კარგს არ აკეთებენ, არა უბრალოდ ჩემთან ცოცხალი კერძებია. აი მაშინ იქმნება არ არის გაყინული პროდუქცია გამოყენებული და სულ სხვანაირი გემო აქვს. არა მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამოვიყენო ჩემი ეზოს ბოსტნეული, რომელიც არის შეუწამლავი და აი როდესაც ბოსტნეულ სასუქი არა აქვს, სულ სხვა გემო აქვს. აი სულ სხვანაირია და აი ეს კერძები თუ მეორედ ამ კერძების გასასინჯად ადამიანი ვეღარ მოვიდა, ესე იგი თვითონ სახლმა არ მიიღო, ვერ მიიღო. ყოფილა ძალიან ესე დაგეგმილი ჯავშანი და აი რაღაც მომხდარა და ვერ მოსულან. აი მიხვდები რომ არ უნდა ვინერვიულო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ სახლმა არ მიიღო. ანუ იგრძნო სახლმა უარყოფითი ენერგეტიკა. სამწუხაროდ არიან უარყოფითი ენერგიის ადამიანები. მე თავად ოჯახში მყავდა უარყოფითი ენერგიის ადამიანები. მთელი 40 წელი მებრძოდა უარყოფითი ენერგია. და დადებითმა გაიმარჯვა და მაინც განვეშორე უარყოფით ენერგიას. თამუნია, შენ ახსენე და ყოველ შენ დიალოგში არის ის ტკივილი, რომელზეც მთელი საქართველოს საუბრობდა. და ვიცი გიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. ვიცი ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი. მაგრამ ძალიან ბევრი კითხვებიც არსებობს დღემდე. დღეს ეს ფორმატი არ გვეყოფა ალბათ მთელი ეს წლები შევაჯამოთ. მაგრამ აი ჩვენს მაყურებელს აუცილებლად იქნება ჩემი წიგნი. მე დავწერ ჩემ წიგნს, რომელიც მომიტანს ჩემი ცხოვრების მე-3 მილიონს. რომ მოგვიყვე იმ ტკივილის შესახებ, იმ ძიმეწუთების შესახებ, იმ უსამართლობის შეგრძნების შესახებ, რაც შენ გაიარე. რა მოხდა სინამდვილეში? რა მოხდა და ჩვენ ქონდა მე მყავდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ოჯახი. ოღონდ ვამბობ ჩემთვის. ყველაზე ძვირფასი ოჯახი და ყველაზე მეტად მიყვარდა ჩემი ოჯახი. დღემდე ჩემთვის ჩემი ოჯახი არის ყველაზე ძვირფასი.
მათ ძალიან მატკინეს გული. გამიმეტეს მარტოობისთვის, გამიმეტეს ისეთი ტკივილისთვის, რომელიც არასდროს არ მოშუშტება და არ შეხორცდება. როგორც ხდება ხოლმე, როდესაც არის დიდძალი ქონება და როდესაც არის მატერიალური კეთილდღეობა, ყოველთვის ჩდება ეშმაკი და ეს ეშმაკი დგება სიყვარულს, ოჯახს და ბევრ რამეს შორის. ყველაზე მთავარია შენ რომელ მხარეს აღმოჩნდები და მადლობა უფალს რომ აღმოჩნდი კარგ მხარეს და დროულად წამოვედი დიდი უსამართლობისგან, დიდი ტკივილისგან და გაწირვისგან. მე გამწირა ჩემმა ოჯახმა, გამწირა მარტოობისთვის და მოუშუშებელი ტკივილისთვის. ყველაფერი მოყვა ქონებას და ქონებრივ დავას, როგორც ხდება ხოლმე. სხვათა შორის მინდა გითხრა ეს ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ამ ტკივილს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ესეთ ადამიანებს არ იღებს. იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ოჯახი არის წმინდა ჭყალებში და ანუ არ შეიძლება რომ ოჯახის საქმე გამოვიდეს გარეთ. მე გამოვიტანე ოჯახის საქმე გარეთ. იმიტომ რომ მე შემეხო ეს ოჯახის ტრაგედია, საქმე და ამიტომ გამოვიტანე გარეთ. როდესაც ეს ამბავი მოხდა და საკუთარმა ყველაზე საყვარელმა ადამიანმა გამწირა ამ ყველაფრისთვის და დავრჩი სრულიად მარტო. უსამართლო და მეგონა მთელი სამყარო უსამართლო, აი ძალიან უსამართლო. მაგრამ როდესაც ხარ მართალი, აუცილებლად შენი სიმართლე ყოველთვის იპოვის გზას და ყველას დაარწმუნებ, რომ შენ იყავი მართალი. ეს ყველაფერი არ დამთავრებულა, იმიტომ რომ არის ჯერ კიდევ ტკივილს მაყენებს. ამას ჩემი ცხოვრების წიგნში აუცილებლად ვისაუბრებ, ყველაფერს დეტალურად, როცა დავწერ ამ წიგნს და კიდევ ყველა გაიგებს რა მოხდა რეალობაში. რეალობაში მოხდა ის, რომ უდანაშაულო ადამიანი გაწირეს ქონების გამო. აი ეს იყო სულ. მაგრამ არ გამწირა უფალმა, იმიტომ რომ ვიყავი მართალი. პირველად იმ სახში რომ გადავედი, წავაწერე ერთი ფრაზა. ცხოვრებაში მთავარია იყო მართალი და იქნები ქვაზე მაგარი და ეს წარწერა დღესაც არის ჩემს სახლში. და ხშირად გიგრძნია, როცა თქვი რომ ამ გზაზე ვარ მარტო. კი. მარტოობა, მხოლოდ თამუნია და სამყარო. იცი რა საშინელება? ყველაზე დიდი საშინელება ადამიანი, როდესაც უარყვეს. უარყოფილი ადამიანის სევდა არის ყველაზე მტკივნეული სევდა. და რო არიცი, რატო უარყვეს. ხშირად როდესაც რჩები ხოლმე აი მარტო, ვცდილობ რომ გავაკეთო ძალიან ბევრი საქმე. ანუ მუშაობაში მოვიკლა თავი, რომ მე არ დავრჩე მარტო. და სულ ვიმუშაო, აი გათიშვამდე, რომ არ ვიფიქრო ამ ტკივილზე, რომელიც არასდროს არ მოშუშტება. მე მაქვს ძალიან ძიმე ხასიათი. არ უპატიობ ადამიანებს, არასდროს. არც ტყუილს, არც ქურდობას, არც ღალატს, ვერ გაპატიებ და ვერც უღირს საქციელს, აი არ არსებობს. არიან ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ ამ ყველაფრის პატიება და ასე თუ ისე მე ცხოვრებას აგრძელებენ. მე ამ ყველაფრის პატიება არ შემიძლია, გიორგი, და ამიტომ გავდივარ აი ამ ძიმე გზას, რომელსაც ქვია უარყოფილი ადამიანის გზა. და ამ გზაზე მივხვდი, რომ უნდა ვიყო მარტო და მივდივარ მარტო. და როდესაც ხარ მარტო ადამიანი, ხარ ყველაზე ძლიერი. და რა მოგცა мотиваცია? რომ არ დაცემულიყავი. შესაძლებელია მომენტში დავეცი. ძალიან დავეცი. მაგრამ წამოდეგი. აი რა იყო წამოდგომის თავარი мотиваცია? გავბრაზდი საკუთარ თავზე პირველ რიგში, რომ მე რომელსაც ამდენი სიყვარულის მიცემა შემეძლო ადამიანებისთვის უარ მყვეს.
ყველაზე დიდი мотивაცია ადამიანისთვის არის გაბრაზება ყველაზე და ყველაფერზე. ბრაზმა წამომაყენა ფეხზე, რომ მე აუცილებლად დავამტკიცებდი ჩემს სიმართლეს და ის რაც წამართვეს, ორჯერ მეც მივაღწევდი ამას. ეს კიდე გაბრაზებული ვარ, ანუ კიდე ბევრი რაღაცას უნდა მივაღწიო. ჯერ დასაწყისია ეს კიდე. შენ დაამტკიცე სიმართლე. კი. და კმაყოფილი ხარ. კი. კმაყოფილებას. ჩემ თავთან ვარ კმაყოფილი პირველ რიგში. როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან და ყველაზე შემოქმედთან, სამყარო შემოქმედთან არის მართალი. კმაყოფილია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის და ბედნიერიც. ძალიან ბედნიერი ვარ ახლა საკუთარი ცხოვრების. დავცვლი რომ ყველაზე წარმატებული ადამიანი ჯერ კიდე დავიწყე და გავხდები, ჯერ დასაწყისია ეს ყველაფერი. თამუნია მე შენი ისტორია პირადად მაქვს მოსმენილი და ყოველ ჯერზე ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის და გიო, რა არის იცი? მე ვილაპარაკებდი ფაქტებით, მე ვილაპარაკებდი ბევრი რაღაცით, მაგრამ მე მივაღწიე საბოლოო ჩვენი სამართლებრივი დავა დასრულდა იმით, რომ მე აკრძალული მაქვს პროკურატურისგან, რომ ვილაპარაკო ფაქტებით და ვახსენო ეს ადამიანები. აკრძალული მაქვს, მხოლოდ ამით მივაღწია იმას, რომ საბოლოოდ ჩამოშორებოდნენ. თორე ძალიან დიდი სიამოვნებით მოვყვებოდი ყველაფერს დაწვრილებით, დეტალურად, მაგრამ მაგის დროც მოვა აუცილებლად. უბრალოდ ამ ეტაპზე და საერთოდ ესია საჭირო, რომ მე არ ვილაპარაკო ფაქტებით და მტკიცებულებებით. როცა დღეს უკვე შემდგარი, ძლიერი, ფეხზე მდგარი ადამიანი ხარ, გაქვს ხოლმე მომენტები, სადღაც გულში მაინც არსებობს რაღაც ნაბერწკალი, სადაც გიფიქრია, რომ პატიება, აპატიო ამ ადამიანებს. ჩვენ ვართ ქრისტიანები. ესეთი მრწამსით დავებადეთ და ვისაც ბიბლიან სახარება აქვს წაკითხული, იცის რომ ყველაზე უზენაესმა აპატია უფალმა კვლელებს შეუნდო მისი სიკვდილი. მე ვინ ვარ? ერთი რიგითი პატარა ადამიანი, რომ არ ვაპატიო ადამიანებს. მე მათ უკვე ვაპატიე. მე ისინი ისევ ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა. მათ არ უყვარ ვარ. მე კი არ უარყავი. მათ უარ მყვეს. ანუ ბედნიერი იმით ვარ, რომ მე არ გავაკეთე ეს ყველაფერი, მათ გააკეთეს ჩემი მისამართით. იმიტომ დამიცვა უფალმა, რომ მე არ ვიყავი დამნაშავე. იმიტომ ამიყვანა ხელში და ეს გზა გამატარა. მე ისინი, აი როგორ შეიძლება რა უხეში შედარება, მაგრამ აი მე ხო ხაჭაპური ძალიან მიყვარს. როგორ შეიძლება რომ ოდესღაც ხაჭაპური არ მიყვარდეს? ანუ ხაჭაპური სულ მეყვარება. მე ოჯახი სულ მიყვარდა, დაბადებიდან მიყვარდა. ჩემი ოჯახი მე მიყვარდა და მე მაშინვე ვაპატიე. უბრალოდ აღარ დავუბრუნდები, აღარ მივიღებ. პატიობ, მაგრამ არ მივდივარ. ყველას პატიობ ყველაფერს, ანუ უფალს ვაბარებ და პატიობ, მაგრამ აღარ ბრუნდები ამ ადამიანებთან არასდროს. დიდი ტკივილის მიუხედავად ვეღარ დავბრუნდები, იმიტომ რომ მეშინია რომ ისევ ის ტკივილი არ მომაყენონ. და ეს გზა რომელიც გავიარე, ისევ არ გავიარო. ჯოჯოხეთი გავიარე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მივხვდი რომ ჯოჯოხეთი არ არის ზეცაში. ჯოჯოხეთი არის დედამიწაზე. და ამ ჯოჯოხეთს თუ გაივლი, და ამ ჯოჯოხეთს გიწყობენ ადამიანები. ამ ჯოჯოხეთს თუ გაივლი და წამოდგები, ვერაფერი ვეღარ დაგამარცხებს. იმიტომ რომ შენ ჯოჯოხეთი გაიარე და აღმოჩნდი 64-ში. მე აღმოჩნდი ჩემს 64-ში. ჩემი სახლი ჩემთვის არის 64. იმიტომ რომ იმ სახლიდან დაიწყო ყველაფერი ბედნიერება ჩემთვის. და იმიტომ ამბობ ხოლმე რომ ეს არის კონკიას ჯადოსნური სახლი, სადაც არის სიყვარული. იმიტომ რომ იმ სახლში რომ მე მივედი, ჯოჯოხეთი უკვე გავლილი მქონდა და დავიწყე 64-ში ცხოვრება. და ამ 64-ს მე თავად შექმნი ყველა ადამიანისთვის. ყველა ვერ მოვა, იმიტომ რომ 64-ში ყველა ვერ ხვდება, სანამ ჯოჯოხეთს არ გაივლის. მაგრამ ვინც მოვა, ჯოჯოხეთ გავლილი, იმას აუცილებლად ღირსეულად უმასპინძლებ. და მქონდა მომენტი, ღამე რო წვევი ხოლმე, აი როგორ აგიხსნა ტკივილი. აი გული, აი წარმოიდგინე გული და ამ გულში
მოხვდა 5 ტყვია. აი ძალიან მაგრად დაიჭერი და მე გავიდა დრო, მოიშუშე ეს ნატყვიარები და ეს ნატყვიარები ტკივა, აი სულ ტკივა. და რო წვევი ხოლმე ახლოს ცხოვრობს ჩემი ოჯახი, ჩემს სახლთან ძალიან ახლოს და ისე ახლოს ცხოვრობს, რომ ღამე როცა მარტო ვარ ხოლმე, მინდა რომ ფანჯარა გავაღო ხოლმე და დავუძახო დედა. იმიტომ რომ მე დედა ძალიან მიყვარდა. მამაც. მაგრამ უფრო მამა, მაგრამ ყველა ძალიან მიყვარდა. არ შემიძლია რომ არ მიყვარდეს ის ადამიანები. მით უმეტეს გამწირეს, მაგრამ მაინც მეყვარება. სიყვარული არის თანდაყოლილი ნიჭი. და მე თუ ვიტყვი რომ აი ის არ მიყვარს, მაშინ არავინ არ მიყვარს. პირველ რიგში საკუთარი თავი მიყვარს და მე ის ადამიანები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახი, იმიტომ რომ მათთან ერთად გავიზარდე და მე სხვა ადამიანები. სულ მეყვარება და რამდენიმე წელია არ მინახავს ჩემი ოჯახის წევრები. 4 წელია ბოდიში. თუ შენთვის არ მინახავს შეგვიძლია რომ დედა შემხვდა გავლით და დავუძახე და მეთქი დედა და არ მომხედა. მაგრამ გიო მოვა დრო ისინი მოვლენ ჩემთან. აუცილებლად მოვლენ და ალბათ მივიღებ. თამუნია, დაქტოვა ბევრმა ადამიანმა, შენთვის ძალიან ძვირფასმა, მეგობრებმა, საახლობლო ყველა, მაგრამ არ დაქტოვა ადამიანმა, რომელიც შენთვის ერთ-ერთი უდიდესი мотиваციაა ცხოვრების და უდიდესი ძალა და სიყვარული. შვილმა. როგორი დედაა თამუნია? რო გავთხოვდი, მაშინ მინდოდა რომ ყოლოდა გოგო და დამირქმია ჩემი მშვენიერი ელენა. ეს ტროას ომი ელენა, იმდენად მომწონდა ეს ნაწარმოები, რომ ანუ მინდოდა რომ ჩემ ყოლოდა ქალიშვილი და დამირქმია ელენა. ელენა რომ დაიბადა, ვიყავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი. ძალიან პატარა ასაკში მე ყოლა შვილი და ვიყავი აი ძალიან გიჟი დედა. ჩემი შვილით სუნთქავდი და დღესაც ესეა, იმიტომ რომ დამყავდა ყველანაირ რაც კი რამ არსებობდა საბავშვო მინიონებში პირველი დაბადების დღე ელენისთვის აიღნიშნა. თუ კი რამე არსებობდა და მარტო ელენეს კი არა, ელენეს სკოლას მთლიანად არ არსებობდა რომ არ გახსნილიყო 1 სექტემბერი მინიონების ზეიმით და აი ყველა ვინც ჩემ შვილს უკავშირდებოდა, მასწავლებლები, მეგობრები, მიყვარდა ყველა. ჩემი შვილი იყო ჩემთვის და არის ყველაზე ნათელი წერტილი, იმიტომ რომ ის არის ძალიან ლამაზი, ძალიან ჭკვიანი და ჩემზე კეთილი. ძალიან ნიჭიერი და აი უბრალოდ ჩემი შვილი არის ჩემთვის მზე და უბრალოდ არ ჩანს და რატო არ ჩანს 5 წლის ასაკში, როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავშორდით, ელენა იყო 5 წლის, მე მას მივეცი თავისუფალი ნება. სად უნდა და როგორ უნდა და იმიტომ რომ მე ბავშვობიდან მეკლდა ეს თავისუფალი ნება. ყოველთვის სხვა ადამიანების ნებასრულზე დავდიოდი და მიმაჩნდა რომ ყველა ადამიანი იბადება ნების და სიტყვის თავისუფლებით. და მე რომ მეყოლებოდა შვილი, როგორც მას უნდა და ისე იქნებოდა მისი ცხოვრება. მე ვიზრუნებდი მასზე 18 წლამდე. გავაკონტროლებდი ყველაფერს და 18 წლის მერე მე მას მივცემდი ფრთებს. ის იფრენდა და როგორც მას მოუნდებოდა ისე იცხოვრებდა. მე ვიქნებოდი მისი ფარი, უბრალოდ მისი ჭრდილის ქვეშ და არა ანუ მე ესეთი ცხოვრება მინდოდა ჩემი შვილისთვის და ზუსტად ესე გაიზარდა ელენეც. 5 წლის ასაკში მან თვითონ გადაწყვიტა როგორ უნდა და სად უნდა და რა უნდა ყოფილიყო. მე ვიყავი მისი აჩრდილი, დავყვებოდი ყველგან, აი ყველაფერს 18 წლამდე. 18 წლის ასაკში უკვე აღარ ვიყავი ესეთი, გავხდი უფრო მეგობრული დედა. ბავშვი მაღალია ძალიან და სულ ესე იძახს, ჩემო პატარა დედა, ესე მე ცოტა დაბალი ვარ, მასთან შედარებით მაღალია და
აქვს ბევრი ტატუ და ერთ დღეს დამირეკა და მეთქი ელენე მაჩვენა ახალი ტატუ და მეთქი ელენე თქო რამე ადგილი დაიტოვე თქო რომ ტატუსთვის ანუ რამე ადგილი დაიტოვე თქო და კიო დედა დატოვილი მაქვს სადაც შენი სახელი უნდა ამოვიტვიფრო ძალიან ვუყვარვარ და ვეამაყები ეხლა ერთ-ერთ ძალიან კარგ ადგილას მუშაობს და მე რამდენჯერაც ვესტუმრე თავის ჩემს მეგობართან ერთად მთელი ეს თავისი კოლექტივი გამოვიდა და ისეთი სიტყვებით შეამკეს ჩემი შვილი რომ მე ვიყავი ძალიან ბედნიერი დედა და მე ვარ ძალიან ბედნიერი დედა მაგრამ აი მიკრძალავს ფოტოს გადაღებას 18 წლამდე ვდებდი სოციალურ ქსელში 18 წლის შემდეგ მიკრძალავს და მითხრა ესეთი რაღაცა მე მინდა ვიყო ელენე და არ მინდა ვიყო თამუნია მექერიშვილის შვილი მე ჩემი ცხოვრება მაქვს და მე მივესალმები რომ ეს ესეთია მაგრამ ჩვენ გვაქვს საოცარი დედაშვილობა მე მას მივეცი ფრთები რომ გაფრენილიყო და როცა მოუნდება დაბრუნდეს და არ დავაბი როგორც დღევანდელ საქართველოში ხდება ხოლმე ხშირად შვილების ცხოვრებაში ჩარევა და მე ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი დედა და მადლობა უფალს რომ არ გუნა ესეთი შვილი მიამაყება ჩემი შვილი თამუნია პირველი ქორწინებაზე ისაუბრე და თუ ყოფილა მის შემდეგ სიყვარული რომელმაც შეგცვალა სხვა განწყობა ენერგია მოგცა თუმცა ვერ დარჩა მე და ჩემი მეუღლე სიყვარული დავქორწინდით, ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე. ვერ ვაპატია ღალატი და დავშორდით. დავრჩით საუკეთესო მეგობრებად მინდა ვთქვა. დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. ერთად გავზარდეთ ქალიშვილი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ მეგობრობის. რაღაცნაირად მეგულება რაღაც დამჭირდება, აი მაგალითად რაღაც მანქანასთან დაკავშირებით, ეგრევე მას ვწერ პირველი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მას ვწერ და ყოველთვის პასუხობს და ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანს, რომ პატარა ასაკში იყო ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან კარგი. იყო მეორე სიყვარულის ისტორიაც, იყო ესეთი გორთან მაკავშირებს ესეთი სიყვარულის ისტორია და დამიწუნეს. დამიწუნეს მაშინ ერთ-ერთი საკმაოდ შემდგარი წარმატებული ადამიანი, მინიონები ახალი დაწყებული მქონდა. ეს იყო 2016 წლის 29 თებერვალს დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელიც გაგრძელდა 9 წელიწადი. მე მიყვარდა 9 წელიწადი ერთი ბიჭი. პლატონური სიყვარული. არა. ორმხრივი. კი, ორმხრივი სიყვარულით, რომელიც ვერ წავიდა ოჯახის წინააღმდეგ. მას დღემდე არ მოუყვანია ცოლი, არ დაქორწინებულა და ეს სიყვარული 9 წლიანი სიყვარული ძალიან დიდი ასაკითაც არ ვარ და რამდენი უნდა ვიყო. და არ დარჩა ეს სიყვარული. ბოლოს იყო კიდე ერთი ჭყალებში სიყვარული, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული, ეს იყო გარიგება. რომელიც ეს 21 საუკუნეში დაგეგმილი გარიგება და ვიყავი მსხვერპლი ამ გარიგების. აი როგორც კინოფილმში არის გარიგება და ახლობით ეგ სიტუაცია იყო დადგმული პირდაპირ მნიშვნელობით იყო გარიგება, რომელიც ჩემი გამოფხიზლებით და დროულად გონზე მოსვლით დასრულდა. მაგრამ აი ეს 9 წლიანი სიყვარულის ისტორია დამიტოვა საკმაოდ დიდი კვალი. მე ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი. გორი თამუნია ხშირად ხედავ საჩუქრებს, განსაკუთრებით გიყვარს ყვავილები, სცენარები. ყვავილები არის ჩემთვის ენერგია, გიორგი. აი სიყვარული, ანუ ყვავილი თუ მე არ მაქვს, იმ დღეს ვარ მოწყენილი. ანუ ყვავილისგან ვიღებ ენერგიას, დადებით ენერგიას. შემიძლია საათობით ვუყურო ყვავილს და ვიყო ძალიან ბედნიერი ადამიანი. არც ერთი საჩუქარი, არც ერთი ძვირადღირებული ნივთი მე არ მანიჭებს არანაირ სიამოვნებას როგორც ყვავილები. ყვავილები, როდესაც მოაქვს სტუმარს, ორმაგ პატივის ცემას გამოვხატავ და რატო? როგორც სოციალურ ქსელში ყველა მადევნებს თვალყურს, იმიტომ რომ ვიდეოები ადის 300,000, 400,000, 9 მილიონი ნახვეები, იმაზე მეტი გამომწერზე მეტი ადამიანი მიყურებს და ყველა მიცის ჩემი ცხოვრების თვითეული დეტალი და თითქმის ყველა მიცის რომ მე მიყვარს ყვავილები და
როდესაც სტუმრებს ყვავილები მოაქვთ, ორმაგი პატივისცემა მიჩნდება ამ ადამიანების მიმართ, რომ ისინი მარტო ისე უბრალოდ კი არ მოვიდნენ, მათ იციან მე რა მიყვარს, რა მახარებს და ეს სიხარული მომიტანეს. რა თქმა უნდა, ადამიანი რომელიც ცდილობს რომ შენ გაგახაროს, შენ ხო ცდილობ რომ შენც გაახარო და ეს არის სიყვარული, ეს არის სიხარული და აი ყვავილებს მოაქვთ ეს სიხარული ჩემთვის. ყვავილებს რომ დავინახავ, აი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. არ ვიცი რატო ხდება ეს ჩემ ცხოვრებაში. მინიონებშიც უამრავ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდი. მამრობიც ქეს გულისხმობ თავის დროზე და არასდროს არც არ ელდებოდა ჩემი მაგი და ყვავილები და მინიონების ფოტოგრაფია ამბობდა ხოლმე რომ ფიროს მანს არ აქვსო მარგარიტასთვის ამდენი ვარდები მიტანილი რაც შენ ყვავილები გაქო და ძალიან ბევრი თაყვანისმებელი მყავდა და სულ მოქონდათ ეს ყვავილები და აი იქიდან დაწყებული სულ მიყვარს ყვავილები სულ მთელი ცხოვრება დღესაც არ გაკლია არასდროს და ყვავილები არც თაყვანისმცემლები თაყვანისმცემლები რამდენად არიან არც იცი რა გიო მე ასაკში რომ მივდივართ ფიქრდებით რომ ეს ქალები ვიგონებ თაყვანისცემლებს თორე მე არ ძალიან ის რა ადამიანებისაც უყვარხარ ალბათ რაღაცის გამო განსაკუთრებულად გიყვარს იუმორი და ხშირად ხდება როცა აი ეს კურიოზები ხდება შენ საქმიანობაშიც თანაცხოვრებაშიც რა თქმა უნდა და მე მახსენდება ერთ-ერთი ძალიან მაგარი ხავი როცა მოამზადე კბილი მწვადი შაქრიანი მწვადი მოკლედ მასტერკლასებს ვატარებდი ჩვენ სპონსორის ვეას ერთ-ერთ დღეს და მასტერკლასების შემდგომ გადავწყვიტე რომ შეგვეწვა ნეკნის მწვადი აი ყველაზე გემრიელს ვწვავ, იმიტომ რომ ხორცისტი ვარ, აი ხორცი, აი ხორც ანუ ღორის ხორცს რო ხედა, უკვე უმად მინდა რომ ჭავო, იმდენად მიყვარს. ეხლა ვიცი რომ კარგი ნეკნის მწვადი უნდა შეწვა, უკვე საგურამოდან წავიყეთ, ეხლა ბაღდადში ნეკნის მწვადი, რომ უნდა გამოვიდეს ზე იდეალური ნეკნის მწვადი. ეს მწვადი დავამუშავე და ხელების გადასაბანად მიბრუნდი და ვეუბნები ჩვენ დამფუძნებელს ერთ-ერთს რომ მეთქი მარილი დამიდეთ ხო რა და ამასობაში შენს ყონია იქ შენს ყოფილხარ შენი ბრალიც იყო ხო და აი ხლა ამ ბოლო დროს შემოვიდა მარილი რომ ძალიან გავს შაქარს ძალიან წვრილად არის დაფშვნილი და რომ დამიდო ეს მარილი მიბრუნდი და ნუ არც ხა მარილი რატო უნდა დავაგემოვნო მოვაყარე შევაზილე რაღაც და კიბერზე ჩავდივარ ეს მწვადი მიმაქვს ეს ხონჩით შესაწვავად და ვეუბნები რომ რაღაცა ეს მარილი არ მომეწონა მეთქი ძალიან წმინდა იყო და ხვალე მასტერკლასის დროს მეთქი ცოტა მსხვილი მარილი მომიტანეთ დავალაგეთ ახლა ეს მწვადი ბიჭო აუშვა ეს შიშხინი და ბოლი შიშხინებს და რა ბოლავს კარამელიზაცია ბოლავს და რა ბოლავს ხო და ეხლა წაიკიდა ცეცხლი, აბა რა მოვიდოდა ეხლა კარამელიზაცია დაიწყო ამ ხორცს. ხო და ვაქრობ და თავფიქრობ ღმერთო რა ხდება, ვერ ფიქრობ. მოიტანეს მთელი ეს დააცალეს წყალი, ჩააქრეს ნაკურჩხალი რაღაც. შევწვით მწვადი როგორც იქნა მივიტანე და არ ვიცი სად გავქრე ღმერთო ცხოვრებაში ეს რაღაც არ დამორ. და თვითონ ეს ვინც მარილი და შაქარი შეცვალა აგემონისტი და რა ტკბილი მწვადია და მე ამ დროს ვიგებთ რომ შაქარი მარილში აირია მე შევცვალე შენ შეცვალე ყუთები უთხები შევცვალე მე არ ვიცოდი რომ მეც შენი ბრალიც იყო ესე იგი ჩემო ხინჭო ხო და არ მეგონა რომ ის კონკრეტული მარილი ხო და იმან წაიკითხა იმ მარილზე რომ ეწერა მარილი დამიდო მე მარილის ნაცვლად მოვაყარე შაქარი დავა კარამელიზაცია ეს ხორცი წაიკიდა ცეცხლი შეიბოლა იკავრობა და გადავჭით მაგრამ ძალიან გემრიელი იყო ძალიან გემრიელი მე მახსენდება მეორე დღეს არაჩვეულებრივი თავისუფლად გასდიოდა ეს შაქართან ერთად მაგრამ არის კნატუნა იყო გარე და კარამელი სხვადასხვა მე ეს მეთქი როგორ გამოსვენ მთელი ღამე ვერ დავიძინე ანუ გავხდი ცუდად რას ქვია შაქარი მეორე დღეს შევწვი ნამდვილი ნეკნის მწვადი რომელმაც მთელი ბაღდათი მოიცვა ესეთი გემრიელი იყო რადგანაც შევეხეთ ჩვენ საყვარელ ბაღდათს შენი შეფობის კარიერასთან ერთად უკვე აკადემიური გამოცდილებაც
შენი საკუთარი გამოცდილება გაუზიარე სტუდენტებს. ძალიან კარგი იყო ეს დღე. ჩვენი სპონსორი VEA მსოფლიო განათლების აკადემია, რომელიც ჩვენი ერთგული მეგობარია. სასწაული, პროფესიული ტექნიკა, სასწაული გარემო, სასწავლო ცენტრი. მართლა კარგ საქმეს აკეთებს ეს სასწავლო ცენტრი, რომ აი რაღაც დონემდე მიყავს თვითნასწავლი ადამიანები და პროფესიულ სტანდარტებს უახლოვებს და ეს ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ესეთი სასწავლო ცენტრი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხე რეგიონში, მით უფრო განათლებული და წარმატებული ახალგაზრდები გვეყოლება. მე ვკითხე რამოდენიმე მასტერკლასი მქონდა, უბრალოდ ჩემი დროის გრაფიკიდან გამომდინარე ვერ მოვერგე ამას, იმიტომ რომ მოითხოვდა ამ სასწავლებლის სპეციფიკა, რომ მე იქ უნდა ყოფილიყავი და ფიზიკურად არ მაქვს მე დრო, იმიტომ რომ როდესაც აკეთებ შენ საქმეს, ანუ მე რო ვიყო დაქირავებული, შებზარეული და არ მქონდეს ჩემი საქმე, მაშინ გავრისკავდი და წავიდოდი და გადავიდოდი კიდევაც სრულად ბაღდადში, მაგრამ როდესაც უკვე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი სახელი, რომელიც უკვე თამუნია მექერიშვილია და ბრენდია, აი ხო არის Adidas-ი. როგორი თამამი გაცხადება. ისი არის საქართველოში თამუნია მექერიშვილი, იმიტომ რომ თამუნია მექერიშვილი ქმნის საუკეთესო ხარისხს. ესე იქნებოდა მინიონებიც. ეს არის ბრენდი. მე მინდა რომ ვიყო ბრენდი. ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ გაფართოვდი. არა, მე არ მინდა გაფართოვება. მე მინდა გავაკეთო ცოტა და ხარისხიანი. როგორი იყოს? ყველა ვერ მოვიდეს. ანუ ცოტა. იმიტომ რომ რაც არ გინდა გააკეთო, აი რაც არ გინდა დაფრინავდე, რაც არ გინდა ძალიან ისეთი შებზარეული იყო, 10 ხაჭაპურის მერე შენ იღლები და შესაბამისად დაღლილი ადამიანი უკვე ხარისხს აგდებს, ვეღარ აკეთებს შენ საქმეს. მერე უკვე უნდა იყვანო სტაფი, უნდა განაწილო საქმე და მე არ მინდა გაფართოვება, იმიტომ რომ ჩემი კერძები უნდა ვაკეთო მე, ჩემი ენერგეტიკა უნდა ჩავტოვოთ. აი ხელს რო ეძახიან, ეს ხელი კი არ არის, ეს არის ენერგია. შენი ენერგია გადადის შენ შექმნილ კერძში, საქმეში, ნახატში, ტილოში, ნებისმიერ რამეში, რაც გიყვარს. და აი მე მხატვარმა ხო ერთი ტილო თვითონ უნდა დახატოს, ხა კოლექტიური სამხატვრო ხო არ იქნება. აი როდის არის ესეთი, როცა კონკრეტულად ერთი მხატვარი ხატავს ტილოს. ძვირადღირებული და შეუფასებელი. კოლექტიური ტილო არ არის ესეთი ძვირადღირებული და შეუფასებელი. ბედნიერი ხარ, როცა შენი კერძები მოსწონთ. ძალიან. და განსაკუთრებულ ემოციებს გრძნობდი შენი მხრიდან, როცა გულანთებული სტუდენტები გიყურებდნენ, სწავლობდნენ შენ. გიჟდების სიყვარულზე. და ყველას ინდივიდუალურად VEA სამზარეულოში, ყველას თან ინდივიდუალურად იყავი ჩართული იმ სამუშაო მასტერკლასის პროცესში და შენ თვითონ გიხაროდა ეს ყველაფერი და რა გრძნობაა, როცა შენ ისწავლე და უკვე უზიარებ ახალგაზრდებს, რომლებიც მოტივირებულები არიან წარმატებისთვის. ზოგადად აი ყველაზე დიდი ბედნიერება მოდის მაშინ, როდესაც ვხედავ მადლიერ ადამიანებს. გინდა ეს იყოს ჩემი სტუმრები, გინდა იყოს ის ადამიანები, ვისაც ვუზიარებ ან ცოდნას, ან კერძებს. ეს არის საოცარი შეგრძნება. მეც ხომ მასწავლეს. მე მასწავლა საოცარმა შეფებმა. ლუკა ნაჭყებიამ, რუსუდან ხარაზიშვილმა, აი მაია კაციაშვილმა, სასწაულმა შეფებმა მასწავლეს, მომცეს თავიანთი ცოდნა. და მე ამ ცოდნის გაზიარება, რომ შემიძლია სხვა დამწყები ადამიანებისთვის, ვინც ეხლა დგავს ნაბიჯებს პროფესიულ კულინარიაში, ვარ ძალიან ბედნიერი. მაქვს კიდევაც ხოლმე შემოთავაზებები, რომ ხო არა იყვან მოსწავლებს, კი, აუცილებლად იქნება შემდეგ შეკრება, რომ მე თან ხო არ წავიღებ ამ ცოდნას, აუცილებლად დავტოვებ ჩემ რეცეპტების წიგნთან ერთად. და გადაცემის ბოლოს გითხარი სამომავლო გეგმები. სათხედავ 5 ან 10 წლის შემდეგ შევთამუნია მექერიშვილს და როგორ წარმოგიდგენია შენი წარმატების მწვერვალები და გზა? 5 წლის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ უახლოეს 3 წელიწადში ვხედავ ქვეყნის ხელისუფლებაში. ხმამაღალი განაცხადია. აუცილებლად. და ამისთვის ეს არის ჩემი მიზანი, რა თქმა უნდა. ეს არის მიზანი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჯერა თავის და ისახავს მიზანს და ამ მიზნამდე მე აუცილებლად მივალ ყოველ მიზეს გარეშე. და რასაც ვამბობ,
იმას ყოველთვის ვასრულებ. ეს არ იქნება დღეს, ეს არ იქნება ხვალ, ეს იქნება ზეგ, ეს იქნება მაზგ. ეს არავინ არ იცის, გარდა უზენაესისა. და ჩემი თხოვნა, ჩემი ვედრება, ჩემი ლოცვა, ჩემი დადებითი ენერგიის მიმართვა არის, რომ მე მოვუტანო ჩემ ქვეყანას რაიმე სასარგებლო და ვიყო ამ ქვეყნის სამსახურში. მე აუცილებლად ხედავ ჩემ თავს უახლოეს 3 წელიწადში ქვეყნის სათავეში. წარმატებებით ამოია. აუცილებლად. მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყავი. ძალიან ბევრი ძალიან მიყვარხარ და მიხარი ხარ. მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის. იმედი მაქვს რომ შენს კომფორტულად იგრძენი თავი და დარწმუნებული ვარ რომ ერთი წლის თავზე აუცილებლად იქნები ჩემი გადაცემის სტუმარი და იქ უკვე კარგ სიახლეებს მოუყვებით ჩემს აუდიტორიას. ჩემ ცხოვრებაში ყოველდღე ხდება სიახლე. და ყოველდღიური სტუმრების რაოდენობა, პატარ-პატარა სასწაულები მარწმუნებს ამაში, რომ ესე იქნება. არ არსებობს მიუღწეველი მიზანი. რისთვისაც იმუშავებ და ხსახავ მიზანს, აუცილებლად გამოჩნდება გზა და შენ მიხვალ ამ გზით შენ მიზნამდე. და მე აუცილებლად, ეს არის ჩემი პირობა, საკუთარ თავს დავუთქვი, რომ მე მივალ ამ მიზნამდე, რა მიზანიც მაქვს, რომ საქართველო იყოს გამთლიანებული და საქართველოში ცხოვრობდეს ყველა ბედნიერი ადამიანი. ასე რომ მადლობა რომ მიმასპინძლეთ, შეხარ ერთ-ერთი გამონაკლისი ადამიანი, მე ძალიან ბევრ ტელევიზიას, ძალიან ბევრ დილის გადაცემას, ძალიან ბევრ ადამიანს უთხარი უარი სტუმრობაზე. მირჩევნია ვიყოთ ჩემთვის, ზოგადად როგორ ვარ იცი კიო, ანუ ქუჩაშიც რომ მაჩერებენ სითბოს, ამას რომ გამოხატავენ, ძალიან უხერხული შეგრძნება მიჩნდება და არ ვიცი სად გავქრე, ანუ არ ვარ ესეთი, აი ძალიან ესეთი ადამიანი რა გამოჩენა რომ უყვარს რაღაც. მირჩევნია ჩემთვის წყნარად შვიდად ვიყოთ, ჩემ საგურამოში ჩაკეტილი და ვაკეთო ჩემი საქმე და შენ ხარ ერთ-ერთი გამონაკლისი ადამიანი, შენი პოზიტივით, შენი სიყვარულით მე ყოველთვის გრძნობ შენ სიყვარულს ჩემდამი, რომ დავთანხმდი და ესეთი პატარა გულახდილი საუბრები მოვაწყეთ ამ სტუდიაში. მინდა წარმატებები გისურვო, მინდა გისურვო უფლისწყალობა, დღეგრძელობა და ყველა შენი მიზნის სისწრულეში მოყვანა. წარმატებები წინ! ვიმყოფებით პოდკასტ სერიაში სივრცე, სადაც შენს გადაცემის და პოდკასტის იდეას ნამდვილ რეალობად აქცევს პროფესიონალთა გუნდი. მადლობა პოდკასტ სერიას. გადაცემის გენერალური სპონსორია ვეა, მსოფლიო განათლების აკადემია და განსაკუთრებული მადლობა მის დამფუძნებლებს ნათიას და მარიას მხარდაჭერისთვის. ვეა, სადაც სწავლა სრულიად უფასოა. გადაცემის სპონსორია Georgian Medical Service. Georgian Medical Service გთავაზობთ საავადმყოფოებს, ექიმის კაბინეტს და პერსონალურად ხარისხიან პროდუქციას, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისაგან მზადდება. Georgian Medical Service ორი ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში, ლუბლიანას 34 და ლუბლიანას 38 ნომერში. ქართული ბრენდის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. შენ საწარმოებ ქართულს. კი, და სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ მაცვია ქართველი დიზაინერის კაბა, არაჩვეულებრივი თაკოს რუხაძის კაბა და ვცდილობ, რომ ანუ აი ქართულ პროდუქციის წარმოება შეუწყო ხელი. ვიყიდო ყველაფერი ქართული და მოვიხმარო ქართული. და ასე რომ ძალიან მივესალმები ქართულ პროდუქციას, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გვჭირდება საქართველოს ეკონომიკის ქართულის წარმოება. და ქართულ ბრენდს, რომელსაც მხარს უჭერ, ჩვენი მეგობარია სამეფო აჯიკა, რომელიც მზადდება უძველესი მეგრული რეცეპტური და სრულიად ქართული ნედლეული. დარწმუნებული ვარ, შენს კერძებშიც აქტიურად გამოიყენებ და დანიშნულებას მისცემ სასარგებლოდ. უღმესი მადლობა ქართულ ბრენდს სამეფოს. ესეთი არაჩვეულებრივი აჯიკის სხვადასხვანაირია. კი. და უფრო გაიცნო. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა თამუნია ჩვენთან სტუმრობისთვის. ერთი წლის თავზე შევხვდებით ერთმანეთს. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა გიო. მადლობა. ეს იყო მეხუთე ეპიზოდი. დაელოდეთ ყოველ პარასკევს 21 საათზე. ხინჩოსთან.
ნახვამდის